ადამიანოთი ვლაპარაკობ. სანდრო გიგულიანი მოკლა. ადამიანის მკვლელობის შენ პრაქტიკაში დახვიდე. ეს პრაქტიკაში დახვიდე. ხო, სანდრო გიგულიანი მოკლა. მკვლელები რომლებაც მოკლა სანდრო გიგულიანი. ციხეში ჩავსვი მე. როგორ ჩასვი? ჩავსვი ციხეში. არ გამოვშვი, არა. ციხეში ჩავსვი, არა. შეუძლია. გულზე ხელს დავიდე და გეტყვიდო. სანდრო გიგულიანის მკვლელობაში ბრალი ვისაც ედებოდა, ციხეში ჩავსვი მე. გაუნახევრა სასჯელი სააკაშვილმა და გაუშვეს პირობით ვადამდე, როგორც შესაძლებოდა წელობა საერთოდ ამიგია. სააკაშვილში რატო არ გადადეკი? რატო არ გადადეკი? მაგაზე კარგი რა. სისხლიანი მკვლელის დროს რატო არ გადადეკი? აი ეხლა ადამიანოთო ვილაპარაკო. კარგი, მაშინ რატო არ გადადეკი? გეტყვით რატო არ გადავდექი? რატო არ გადადეკი? აი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს არიან აქ წარმოდგენილი. აქვს მათ კლიპი ესეთი მინდა ვინდოს სასამართლოს. ხო გაქვთ ნახი ბატონი რაკითხვის მინდა ვინდოს სასამართლოს. იქ არის ერთი უზედაეს სასამართლოს მოსამართლე არის ამერიკაში გინზბურგი. გაგიგიათ მეგობრო რუსფადერ გინზბურგი. კი. როგორ ლაპარაკობ? ერთი წამი თუ შეიძლება. არა, გიდა. კავკასიური ცარცრის წრე წაკითხული გააქვთ. ას დაგი თქვენაირად მოიქცეო და თქვენაირად მოიქცეო და იღებ და გადაწყვეტილებ. აი მაგალითად არავარ მოსამართლე. გაიჩენი გაგახიათ თავზე ხმას როგორ იღებთ რა? გაანებეთ თავი ამ ქვეყანას თქვენი არ არის ეს ქვეყანა. ვისაუბროთ ხო ადამიანებად ხო შეიძლება. ხო ესეთი რაღაცა არის რომ ესე გიზბურგი იძახის ესეთ რაღაცას რომელიც ეხლა რა ვქნა მაშინ სხვა დროს დავჯერ და ვილაპარაკოთ რა არა ნუ ეხლა ვერ ვიასუზავ აი მე ეხლა მინდა რომ თქვა თუ გვაინტერესებს რომ შეგვიძლია დავჯერ და ადამიანებთან პირობებში ვილაპარაკოთ რა და ეხლა ნუ ეხლა რა ვიცი რა იცი რა არის უბრალოდ სადრო მოკლეს იმის კოლერები მე ჩავსვი ციხეში ირაკ როგორ ჩავსვი გამოუშვი არ გამომიშვია მე არა ეხლა როგორ შეიძლება ეგ ლაპარაკი არა არ გამომიშვია 7 წელი მიუსაჯე ჩემი ამ თითქოს ჩასვა 7 წელი მიუსაჯე ცოტა მისა და მე გამოუშვი იცი რატო იყო ცოტა აი გულწრფელად რატო იყო ცოტა იცი რომ პროკურატურამ არ მოითხოვა მე გამიგეთ აი ანუ რეალურად ისეთი რაღაცის პასუხისმგება მურუსიძე შეიძლება მაგრამ აი ხო შეიძლება რომ ადამიანი გადადგეს ხო თქواس რომ მე აღარ მინდა ამ მოსამართლეში იცი რომ შეიძლება თუ საზოგადოება იმას იტყვის რომ რეალურად სიმართლე გაერკვევა რომ თქვა მე ხო ამ ქვეყანაში რომ ვიცხოვრო მე თუ ის მექ და ის ლაქა მოკრული რეალურად რომ გირგულიანის ამბავში თუ მე ვარ დამნაშავე და არ ყოფილა არავინ სხვა აი ეს არის შეფიძიბე თორე აი თქვა რომ მე არ მინდა ამ უსამართლო სისტემას ვემსახურო ადამიანი და მე წავიდე დავაპარაკოთ მაგაზე სხვა დროს რა